რატომ ევროკავშირი და იმიტომ რომ გჭირდება ღირსეული განათლების სისტემა, ღირსეული ჯანდაცვის სისტემა და ღირსეული შრომითი უფლებები. Ამას ვითხოვთ, ამიტომ ვართ ამ წინააღმდეგობაში და ამიტომ ვიბრძვით, ამისთვის ვიბრძვით პირველ რიგში რა. პირველ რიგში ეგ არის ჩვენთვის, ეგ არის ჩემთვის რა, მე ეგრე აღვიქვამ, ამიტომ მინდა ეს ევროპა. სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანება ეხმარება ამ მიმართულებით, ხო, რომ ეკონომიკურად რაღაც ადამიანების კეთილდღეობას ალაგებს. ამისთვის გჭირდება ევროპა პირველ რიგში და არის რაღაცა დაცვის მექანიზმი, ხო? ანაზღაურების თვალსაზრისით ყველაზე დაბალი ანაზღაურება გვაქვს მე მგონი ევროპის ქვეყნებში. ხო, ეგეც პრობლემა არის და ეგეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, გამოც გვინდა ევროკავშირი. თეატრალური მიმართულების სფერო გაფიცვა გამოაცხადა იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ნახეთ ამ თვეების მანძილზე. და ჭარბად თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ჭარბად გაიფიცნენ, რაც მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა. ისინი ამბობენ ამით სათქმელს, მათ პროტესტს გამოხატავენ ამ მოვლენებთან დაკავშირებით და ხო, მე მგონია, რომ ხელოვანი ადამიანები ყოველთვის ხალხთან უნდა იდგნენ და ხალხის გვერდით უნდა იდგნენ და ზუსტად გაითავისეს მათი ფუნქცია, მე ესე მგონია და ამიტომაც დადგნენ ისინი ხალხთან. ხალხს ალბათ ჭირდება სამართლიანობა, ხო, პირველ რიგში. უამრავი ჩაგრული გვყავს სახელმწიფოში სხვადასხვა მიმართულებით, ხო? იგივე საბანკო სისტემები გვჩაგრავს, იგივე ბიზნესი გვჩაგრავს, ხო, რომელიც თავზე გვაზის და იაფმუშახელად უნდათ რომ დაგვასაქმონ. და ბოლო პერიოდში უკვე დავინახეთ რეჟიმი, პოლიციური რეჟიმი, რომელიც აბსოლუტურად წარმოუდგენელ რაღაცებს კადრულობს, აბსოლუტურად გაუგებარ კანონებს იღებს თვითონ პარლამენტი და მე ამ აღსრულებას რაღაც ეს პოლიცია ახდენს, ხო, რაღაც ძალადობრივი რეჟიმით. თან რაღაც აბსურდზე მიდის, ხო, ლაპარაკი რაღაც ქუჩაში გაჩერებებზე და ასე შემდეგ. ვისაც აქვს რა ეს საშუალება რომ თავისუფალი სიტყვა თქვას, ეს არის ხელოვნება, ხო? ყველა თავისუფალი უნდა იყოს. თუმცა რეპრესიები შემოიღეს, ხო? რეპრესიები დააწესეს თეატრებში. ჩვენ ნახეთ მსახიობები გაშვებული თეატრებიდან და ასე შემდეგ. წინააღმდეგობაში ჩაბმული მსახიობები ხელისუფლებისთვის მისაღები აღარ გახდა. წინააღმდეგობას რაც შეეხება, მნიშვნელოვანი არის ეს წინააღმდეგობა ნამდვილად და გონია რომ რაღაც შედეგზე გავა აუცილებლად.